ზვიად ცეცხლაძის, ვეფხე კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 6 პირის საქმეზე ადვოკატები დასკვნით სიტყვებს ამბობენ. ამ წუთებში პროცესზე დასკვნითი სიტყვით ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გამოდის გუჯავსე ჯანიშვილის განცხადებით. მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ უნდა მიიღოს, გამამართლებელი განაჩენია. დღესვე ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა იგეგმება, რის შემდეგაც ბრალდებულები იტყვიან საბოლოო სიტყვას. განაჩენი სავარაუდოდ 1 სექტემბერს გამოცხადდება. Შევეცდებით, რომ ძალიან მოკლედ გავაკეთოთ აქცენტები მუხლის დისპოზიციაზე, ასევე იმ მტკიცებულებებზე, რომელი მტკიცებულებებიც იქნა წარმოდგენილი ასევე დაცვის მხარის მხრიდან და იმ დარღვევებზე, რომელი დარღვევებიც ძალიან მრავლად არის ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეში. ზვიადი ისარგებლებს საბოლოო სიტყვის ფარგლებში ეტაპით და ის აუცილებლად სასამართლოს გულწრფელ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. აქცენტებს გავამახვილებთ მხოლოდ ერთ საკითხზე და ეგ იქნება სიმართლე. რაც სიმართლეც დადასტურდა ჩემს მიერ მოყვანილი 6 მოწმით, რომელიც ბრალდების ხარემ გახადა უდავოდ და ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ სიტყვას, რომელიც გამოკითხვის ოქმში არის მითითებული დაეთანხმა, კერძოდ იმას, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს არავისთვის არ შეუქმნია საფრთხე და სამართალდამცავების მიმართულებით არანაირი პიროტექნიკა არ გაუსწრია.